Პროექტირებას შევიტანე მცირეც, იმიტომ რომ პირველი პოლიტიკოსი, ვინც დაიბარეს, იყო ზურაჯი აბერაშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი და პოლიტიკოსი, რომელიც ასევე არ გამოცხადდა და ამის შესახებ აპირებს როგორც ვიცი ზურაჯი აბერაშვილი. არა, არც გამოცხადდა უკვე ისედაც და არც აპირებს მომავალშიც რაც არ უნდა სცენარი იყოს. მაგრამ ეს შეიძლება პერმანენტული იყოს. დიახ, ამ როგორც მივხვდი, ბოდის გიხდი, ირაკლი, როგორც მივხვდი, თან ამ კომისიაზე არ გამოცხადება, შეიძლება იყოს როგორც სადამსჯელო მექანიზმი, როგორც ასაღმოჩნდა ჯაფარიძე ხაზარაძეს. ნუ, რა თქმა უნდა, ხა არსებობს ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება, თუმცა ისეთი შეთანხმებული ბრალდებებით არიან ციხეში ადამიანები, მათ შორის ახლა არ ვიცი, ბევრი მაგალითია, თუმცა სინდისის პატიმრების, რომლებიც არ ვიცი, ჯგუფურ ძალადობას ედავებიან ადამიანებს, რომელთაც მართლა ჭიანჭველისთვის ფეხი არ დაუდგამთ, ეს ჩანს ხო ყველა სასამართლო პროცესზე, ამას მეგონა სკოცებიც კომენტარებს რო გითხობ ხოლმე, მეგონა ტროლებიც უკვე ვეღარ წერენ ხოლმე კომენტარებს, იმდენად ნათელი და მაგარი ახალგაზრდები ყავს მათი სახით. თუმცა მთავარი ორი მიზანი არის მაინც რაც არის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი. პირველი ეს არის და ამის შესახებ არ უნდა მოგვერიდოს საუბარი, ეს არის წარმატებული საქართველოს იდეის გასამართლება და ისტორიის გადაწერა. იმიტომ რომ როცა ვამბობთ რომ რუსული ძალის არსი რა არის და პროპაგანდის არსი რა არის, რომ შენი გმირები ქაკუცა ჩოლოყაშვილი იყო ყაჩაღი. ხალხისთვის რო გეკითხა 1960-ან თუ 70-იან წლებში, ხო? ის ადამიანები, რომლებიც დარჩნენ სინამდვილეში და იბრძოლეს საქართველოს თავისუფლებისთვის, თურმე იყვნენ მოღალატეები, გამყიდველები. ანუ რუსული პროპაგანდა გვიხატავს აბსოლუტურად საპირისპირო სურათს. და მაშინ, როდესაც 2003 წლამდე ქვეყანაში გადასახადები ვერ იკრიფებოდა, როდესაც პენსიები იყო გაყინული, როდესაც არანაირი პერსპექტივა ქვეყანაში არ იყო და შეუმდგარი სახელმწიფო იყო ყველა საერთაშორისო კვლევით, აი ამ ქვეყნის ევროპული ტიპის სახელმწიფო ქცევის პროცესში მონაწილე ყველა ადამიანი თურმე ყოფილა დამნაშავე, მოღალატე, თურმე აგვისტოს ომის დროს, როდესაც საქართველოს ღირსება და ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაიცვა და პუტინის აგრესიას გაუმკლავდა, თურმე ეს ყოფილა ასევე ღალატი და შეცდომა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თურმე ჩვენ შეგვიძლია ომი დავიწყოთ, მაშინ მით უმეტეს როდესაც ოკუპანტის არმია არის შემოჭრილი და თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება თავდაცვის, ანუ ყველაზე მთავარი ეროვნული უფლება რაც არის თავდაცვის უფლება და სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უფლება, ამ უფლებას გვართმევენ და ეს არის კიდევ ერთხელ ვუმეორებ რეჟიმის სრული ავტორიტარული კონსოლიდაციის პირობებში მთავარი სტრატეგიული მიზანი, რომ მოხდეს ისტორიის გადაწერა, რომ საქართველოს უარი თქვას ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატიაზე, დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, რეგიონის ლიდერობაზე, ამბიციებზე, სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და თავისუფლებაზე და ვიქცეთ შპს საქართველოს, რომელიც არის რუსეთის გავლენის ერთ-ერთი სატელიტი ქვეყანა, რომელსაც მართავს ივანიშვილი თავისი ამ კლანებით და მაფიოზური ჯგუფებით. ეს არის მთავარი მიზანი, ნაციონალურ მოძრაობას და ვარდების რევოლუციის გასამართლება ხდება, ამ იდეალების გასამართლება ხდება და რა თქმა უნდა, უნდათ რომ ოპოზიციური სპექტრის სხვა მონაწილეებიც აი ამ საქმეში გარიონ და ყველა ერთად გაასამართლონ. ასევე მნიშვნელოვანია რომ პროდასავლურ ოპოზიციას გულისხმობ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზს, ეს მეორე მიზეზი გახლავთ, ეს არის საკუთარი დღის ესრიგის ქონა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ თვეების მანძილზე, როცა პირველად ვამოვდით, რომ არ ვართ ოცნების პროპაგანდის ტყვეობაში, ხო? დღის თემა, დღის თუ კვირის თემა თუ თვის თემა იყო ის, რაც ხდებოდა რუსთაველას გამზირზე, ის რაც ხდებოდა, არ ვიცი, ჭყოროწყუში, ბათუმში, მაგრამ ხდებოდა პროტესტანტების გავლენით, რაც ხდებოდა სინდისის პატიმრების გავლენით. ჩვენ ვქნიდით დღის ესრიგს. ამიტომ ძალიან მარტივად ესმით, ხო? ეხლა პროპაგანდაზე და რეპრესიაზე დგას ყველა ტიპის ავტორიტარული და დიქტატურული რეჟიმი, როგორც ივანიშვილის რეჟიმი. ძალიან კარგად ესმის ამ ხალხს, რომ არ ვიცი, ტაქში რო ჩაჯდები, უნდა გესმოდეს არა პროტესტანტის დედის ინტერვიუ, არამედ უნდა გესმოდეს, არ ვიცი, ეხლა დღეს რომ იყო რაღაც კომიკური პერსონაჟი მიხეილ სააკაშვილის დროს, რომ მიხეილ სააკაშვილს დასწრებდა ყუთში და უკიცინებდა ყუთს, აი ამ ადამიანის ინტერვიუ უნდა გესმოდეს, ხო? მე ბავშვობაში ვიცოდი, ბავშვი პატარა ვიყავი, რომ ესე რა ქვია, ნიმუი მამაიაზი თუ რაღაც ძალიან ცნობილი ეს მართლა იუმორისტული შარჟი რო იყო, ხო? ეს აი ამ ადამიანებს წარმოდეთ, ანუ იპოვეს ყველაზე ცუდი და რაღაც ისეთი ადამიანები იპოვეს იმ ხელისუფლების პირობებში, რომლებიც მართლა შეიძლება ეხა დღეს უკვე მოახდინონ იდეალებისგან დაცლილები, რომელთაც შეუძლიათ რომ თავისივე თავს დაადადაშ. ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც პრობლემა იყო, ეს თქვენი პარტიის პრობლემაც არის, რომ ყავდათ წიაღში ისეთი ხალხი, ვინც ახლა ამაყოქოცია. ნუ ეს პრობლემა ზოგადად გახავთ არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პრობლემა, იმიტომ თავის დაძრუნა კი არ მსურს ამით მით უმეტეს ახლა ჩვენ ბევრჯერ გვითხოვთ რომ მიხედავს რომ რა თქმა უნდა ეს ვარდების რევოლუციის იდეალები და ეს წარმატებული საქართველოს პროექტია იყო რა თქმა უნდა შეცდომების, მაგრამ ეს ადამიანები უბრალოდ ადამიანური რესურსის სამწუხაროდ ძალიან მწირი იყო, ზოგადად გამსახურდა ესაც ადანაშაულებდნენ, რატო შემოიკრიბა ეს ხალხი, ვინც მე გიღალატაო და ასე შემდგომ. ხო ძალიან რთულია საქართველოში ამ პატარა ქვეყანაში ისე დააკომპლექტო შემადგენლობა თუ ამ ხელა პარტიული თუ სახელმწიფო რესურსები ისე მართო რომ არ ყავდეს ადამიანები, რომლებიც ამ რუსული რეპრესიების თუ პროპაგანდის თუ არ ვიცი ფულის, შავი ფულის მიმართ არიან
არ არიან მოწყვლადები. ვინც დარჩნენ ეს 10000-ობით ეხა 100,000-ობით და რა ძალიან ბევრი ადამიანი რომელსაც იჭერენ, აყადაღებენ და რასაც უშუებიან, მაგრამ მაინც ჩვენ მხარეს დგას ეს ხალხი არის ნამდვილი ნაციონალურ მოძრაობა, ეს დაიშრიტა და დაწმენდა მოხდა. მოგეს ჩვენთვის კარგი რაღაც მოხდა, რომ ვინც იყო კონფორმისტი, მედროვე და ნამდვილად მოძალადე და ეს ხალხი მართლა ეხა ხედავთ სად არიან და რას აკეთებენ. და მეორე ეს არის, ანუ დღის წესრიგის შექმნა უნდათ, მოკლედ ამ ხალხს რაღაც პროპაგანდისტული დღის წესრიგის შექმნა უნდათ. ოღონდ ეს პროპაგანდისტული დღის წესრიგზე როცა ვსაუბრობ ჩვენ ეხა გასაგებია რომ ყოველ დილას უნდათ რომ აი ყობახიზე გამოდიოდეს, წულუკიანი გამოდიოდეს და ვიღაცას რაღაცაში ადანაშაულებდნენ და მე ამაზე პასუხობდეთ, მაგრამ უნდა უთხრა მათ რომ ყოზი აუცილებლად ნაცაში ჩაუვარდებათ, იმიტომ რომ როგორც ისტორიას ვერავინ ვერ გადაწერა და როგორც მე და თქვენ კარგად ვიცით რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყაჭაღი კი არა, გმირი იყო და თავის მეგობრებთან ერთად რას აკეთებდა ეს ჩვენმა თაობამ უკვე სასკოლო სახელმძღვანელოებში ისწავლა და არა რაღაც ბაბუების მონაყოლი ჩურჩულით ისევე ეცოდინება ისტორიაში, რამდენიმე წლის მერე და ისტორიაში ადამიანებს, რომ 2013-2012 წლამდე იყო პირიქით წარმატებული საქართველოს შექმნის ეს მართლა ისტორიულად უპრეცედენტო მომენტი აღშენებლობის, იმიტომ რომ ასეთი აღშენებლობა ეროვნული ნამდვილად არ ყოფილა უახლოეს საქართველოს ისტორიაში, ესეთი ხანგრძლივი 9 წლიანი ციკლი და იყო შემდგომში იყო 12 წელი, რომელიც იყო რევიზია ამ 9 წლის და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ჩვენ გადავალთ უფრო აქტიურ ქმედებებზე, აი ხა ერთიანობაზე რო საუბრობთ ხომ და არ უწევს ზოგი ღრმა კოორდინაციას უწოდებს, ზოგი კოორდინაციას თუ ზოგი თანამშრომლობას, მაგრამ ამ მნიშვნელობას ხალხი ითხოვს ერთიანობას და იმას, რომ არა მარტო რუსთავის ღაბრძეზე, არამედ ყველა სხვა მიმართულებით გადავიდეთ შეტევაზე. რატომ? იმიტომ რომ აღარ არის ის დრო, როდესაც თუნდაც პროპაგანდისტული ნარატივები დღის წესრიგს ქმნიდეს ივანიშვილის ბანდა. დღის წესრიგს ყოველდღიური აქტიურობით, ყოველდღიური შეტევაზე ყოფნით უნდა ქმნიდეთ ჩვენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ 31 მარტი იქნება თუ როცა იქნება, როდესაც სხვა ფაზაში შევა ეს პროტესტი, იმიტომ რომ პროტესტს აქვს ძალიან ბუნებრივი ფაზები, ხო? ყველაზე წარმატებული და ყველაზე ძლიერი პროტესტებიც მათ შორის ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში იყო ასეთი, ხო? იყო აღმავალი მომენტები, იყო შედარებით ზედ მომენტები, როდესაც ვერ იქნება ეს. არა, გასაგებია ხა, შევტევით, ამიტომაც მე რა თქმა უნდა აქვე ვიტყვი რომ უახლოეს კვირებშიც მე ველოდები რომ უფრო წავე გახდეთ. დიახ, და ასე ხო. ხო, კონკრეტულ თარიღზე რომელიც ძლიერი და დიდი თუმცა ამოდროულად ისიც არ უნდა ისე დაგვემართოს რომ რაღაც კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით შევხვდათ, რა თქმა უნდა, ისეთ მოლოდინო რომ ამას 31 მარტს მიხვდებს რომ არის სიმბოლური დღე და რა თქმა უნდა შევიკრიბოთ, ხო? დამოუკიდებელ რეფერენდუმი. მე მინდა რომ ერთსაც ვიტყვი 31 მარტზე, თუ შეიძლება რომ 31 მარტზე რეფერენდუმი არის დღესაც. ანუ დღეს ვინც ვიბრძვით საქართველოსთვის რეფერენდუმზე პასუხობთ რომ კი გვინდა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო და ვინც არ იბრძვის და ეგუება ამ ყველაფერს პასუხობს არას. მე მინდა რომ ცოტა დრო გვაქვს და ეს ერთი კითხვა იქნება, რომელსაც